მოგესალმებით. მორიგი ტესტის ვიდეო მინდა ჩავწეროთ ამჯერად ფიქსირებულ დანაზე. ავარჩიეთ ცოტა ბიუჯეტური მე და გიომ თინეიბლის ლუჩო. და მათში ყველაზე ბიუჯეტური ვერსია ესენი არის ეს GT Star-ზე გვაქვს ამოღებული. ესეთი კაიდექსის ქარქაში გვაქვს. ესეთი საკიდი. მოკლედ მოდი ეს დანაჯერ შევათვალიეროთ, ნახოთ რა არის, როგორია, რას წარმოადგენს. ზომა საშუალო ზომის ფიქსედია, ტარი GT გვაქვს როგორც გითხარით, ფოლადი კი 1428-იანი შვედური ფოლადია, შავი დაფარვით, რომელიც ვიზახით ხოლმე რომ არ გადადის და უძლებს ცოტა ისეთ მძიმე რაღაცეებსაც და ნახოთ ახლა გაიტესტება, რამდენად მართლა კარგი დაფარვაა, ფოლადი როგორ მუშაობს და ასე შემდეგ. ამ დანის ღირებულება ჩვენ მაღაზიაში არის 170 ლარი, ხო სწორად მახსოვს. და ნახოთ, full ტანგია, როგორც ხედავთ, მთლიანად გადის ტარში დანის პირი და გვერდებზე სკეილებად კი GT-ია გამოყენებული. ეს მისი შებუთვაა, რომელიც ამჯერად არ დაგვჭირდება, გადავდოთ. ჩვენ გადავწყვიტეთ ახლა ამ დანის გატესტვა, მეგობრებო. თუ რამე კონკრეტული დანები გაინტერესებს ჩვენი მაღაზიიდან, რომელსაც გავტესტავთ, დაგვიწერეთ კომენტარებში და რომელი დანა გინდათ ან ტესტის რაღაცა ერთნაირი სახე ავირჩიეთ რა. პროდუქტებზე ვაპირებთ რომ გავტესტოთ, დავჭრათ რაღაც ყოველდღიური როგორც კაცში ჩანს ალბათ კიტრი, პომიდორი, ვაშლი რაღაცები წამოვიღეთ და ამის გარდა უფრო საყოფო ცხოვრება ნივთები, რაზეც შეიძლება დაგვჭირდეს დანის გამოყენება, როგორც ინსტრუმენტად და გავიწიოს თქვა თოკის გადაჭრა, რაღაც რეზინის მილის და ასე შემდეგ და ალბათ კონსერვსაც გავხსნით ბოლოს და ხის გათლა და რაღაცა ესეთი ტესტის შევიმუშავეთ რა. მოკლედ ჩვენ რაც შევიმუშავეთ, სულ ყოველთვის გავაკეთებთ ხოლმე ამ ერთი და იგივე პროდუქტებზე ამ ჭრის ტესტებს. თუ რაიმეს დამატება მოგენდომებათ, ან რაიმე შენიშვნა გექნებათ, დაგვიწერეთ და გავითვალისწინებთ აუცილებლად. ხო, კიდევ თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რათა დაგვეხმაროთ განვითარებაში, ბევრი გამომწერი, ბევრი მასალა, დიდი მოთხოვნა და შესაბამისად ჩვენც ვეცდებით რომ კარგი არჩევანი და მეტი დანა ჩამოვიტანოთ, დავტესტოთ და მეტი ენთუზიაზმი და მეტი სურვილი გვექნება ამის. პირის დაშვებას რაც უყურებ საკმაოდ ხელია და ვფიქრობ ჭრის ხარისხის კარგი უნდა გქონდეს. 1428-იანი ფოლადი მე პირადად ძალიან მიყვარს რა და ფორმაც ისეთია, პრაქტიკული, ცოტა აგრესიული წვეტი აქვს ამ დანას როგორც ხედავთ. მაგრამ ამავდროულად პირის ფორმა ისეთია, რომ ჭრა დაფაზე, ხეზე არ უნდა გაუჭირდეს არაფერი. ნახოთ უშუალოდ როგორ იქნება ეს ამბავი პროდუქტებზე და რა ვიცი, ბოლოს მე ჩემასაც მოგახსენებთ თქვენი შენიშვნები და თქვენი აზრის დაგვიფიქსირეთ და გავცვალოთ ეს ინფორმაცია. ნახოთ რამდენად დიდ მოწონებას დაიმსახურებს ეს დანა. დავიწყოთ მოდი ახლა უშუალოდ ჭრის ტესტი. კიტრი დავჭათ. კაია. ძალიან მარტივია კიტრის ჭრა, ახლა ვიცით რომ არ გაუჭირდება არც ამ დანას და არც ხებს, მაგრამ თვითონ ჭრის პროცესი ძალიან სასიამოვნოა, კარგად მიდის მარტივად. აი დანის პირის დაშვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რა. კიტრი ზოგადად მარტივი პროდუქტია საჭიროა, მაგრამ პომიდორი ავიღოთ. მოდი ესეთი მგვალი ნაჭრები დავჭოთ. უფრო რთულია ხოლმე როგორც უყურებ ხო დიდი კულინარობით მეგობრებო თან გეტყვის რომ მე არ გამოვირჩევი და არც კერძების მომზადება მეხერხება, მაგრამ ამ რაღაცების გაჭრა გამოჭრა დანასთან შეხება მაქვს როგორც ისიც და არ არის შეუძლებელი ესე ვთქვათ. ჩვენიერი კარგად ლამაზად მიუყვებით და ჭრით. ეს რაც შეეხებოდა პომიდორს, მოდი ვაშლი დავჭრათ. ვაშლი მე ჩემი ხელში ავიღო. ეს არაფერი პრობლემა არ არის, ხეთქავს პროდუქტს არაფერი, ძალიან კარგად, მარტივად. ეგ არის საყოფო ცხოვრება, ისეთი ყოველდღიური დანაა რა, ედისის რასაც ვეძახით რა. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ცუც ვერაფერს ვამჩნევ ამ დანას. კარგად მიდის საქმე. ცოტა მძიმე ტესტებზე ვნახოთ მე რა იქნება. პროდუქტის საჭრელად პირიქით სასიამოვნოც კი მათი ჭრა. მოდი პურის დავჭრათ ბარემ. так, ნავაგროვოთ. არაფერი უპრობლემო. პირის ზომა ისეთი აქვს, რომ წვდება პურს ბოლომდე. პრობლემა პურის დაჭრა არის ხოლმე, მაშინ როცა მოკლე სამუშაო პირია, ჭრი ნახევრამდე ჩადის, მე უნდა ატრიალო. ამ შემთხვევაში რა ვიცი, ყველაფერი კარგადაა და ჭრაც საერთოდ არ უჭირს ამ დანას. საკმაოდ პრაქტიკულია. კარგი იქნებოდა გიო რამე ხორცის წამოგვეღო სამწვადე და ისიც დაგვეჭრა.
სამომავლოდ. ვფიქრობ, კარგი იქნება ამჯერად. მოდი ზეხვი დავჭრათ. მოდი ჯერ სტანდარტული ნაჭრები დავჭრათ, მერე ცოტა ვიმაიმუნოთ და თხელ ნაჭრებზე გადავიდეთ. მიცდა. არაფერი პრობლემა არა. პირიქით სასიამოვნო საჭრელია, შეგიძლია ჭრა პროდუქტი გაამზადო ყერძი. ყველაფერი. პროდუქტები ახლა დავჭერეთ ყველაფერი, ძალიან კარგად გაართვა თავი. მინდა გადავიდეთ ცოტა მძიმე ტესტზე, მძიმე დატვირთვაზე, ცოტა სხვა ნივთების დაჭრაზე, არა პროდუქტზე, როგორც გითხარით და უკვე სხვა რამეს გამოჩნდება ხელში ეს დანა ახლა თხელია რა და ამის დიდი პლუსი ის არის, რომ სატარებლად მარტივია, კომფორტულია და კომპაქტურია უფრო რა და ბუშკრაფტის დანები ზოგადად უფრო მრგვალი ბუთქუნა და გვერდი საკუთხეებიც უფრო დამუშავებული აქვს, რომ მძიმე ტესტების დროს, იგივე ბატონინგის დროს, ხის თლის დროს ხელი არ გატკინოს რა. ამ შემთხვევაში ტარის სისქეს დამუშავებას შევაფასებდი ალბათ 10-დან 7 გულას დაუწერდი მე პირადად რა. თუმცა მე უფრო გამოჩნდება როგორც გითხარით. ცოტა უფრო მძიმე ტესტის დროს და ვნახოთ აბა რა იქნება. გავასუფთავებ ახლა აქაურობას მივალაგებ და გადავიდეთ ჩვენს კუნძზე. კაი, დავიწყოთ ახლა ჩვენ რეზინის მილები გვაქვს აქ, მაგრამ მანამდე მინდა რომ ფურცელი გავჭრათ. ვნახოთ რა ფორმაშია დანა და ტესტის შემდეგ კიდევ შვენიერი. ახლა პროდუქტები რომ ამას არაფერს არ უზავდა ეგ რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ჭრის ხარისხი მომწონს ძალიან. მაგარია. კარგი, დავიწყოთ მოდი აბა და ბოლოს შევაჯამოთ. რეზინის მილი. შეიძლება დაგჭირდეს ცხოვრება მანქანაში რაღაცა დაგვიზიანდეს. მილის გადაჭრა და გჭირდეს დანამხო უნდა გაგიკეთოს. აუ რა კარგად ჭრის ძალიან. მარტივად. კარგი, ეს რეზინის მილი, მოდი უფრო მსხვილი მინიც ავიღოთ. კარგია, აი მე გავიჯერდეს ცოტა. ნაფერი. გადავიდეთ ახლა თოკებზე. აქ პარაკორდი გვაქვს სამოღებული, წვრილი ცოტა ცუდი პარაკორდია, მაგრამ ჩამოგვივა კარგი და მე იმას გავტესტოთ. პარაკორდი და ცოტა უფრო მსხვილ თოკზეც გადავიდეთ. ხელს ნამდვილად დამტკენს ახლა. ბოლოს გავაკეთებ მაგის შეფასებას ჯობია. მაგრამ ამჯერად შვენივრად მიდის. კარგი გეომეტრია აქვს საკმაოდ. და ჩვენ გვაქვს კიდე ძალიან მსხვილი თოკი, ისიც დავჭრათ მოდი. აი. საერთოდ პრობლემა არა, იმედი არ დაბლაგვებული. ახლა ნახოთ მაგას შევაბოძოთ. ფურცელზე ცოტა თუ დაბლაგდებოდა დიდად არც გამიკვირდება, იმიტომ რომ მაგრამ ძალიან არ უნდა დაბლაგვებულიყო ზომიერად. ნახოთ აბა ფურცელზე ისევ. არაფერი. ყველაფერი კარგადაა. ხეზე უნდა გავტესტო კიდევ და ეს თოკებიც მოდი ცოტა სხვანაირადაც დავჭრათ. პრობლემა არ არის. ორი ერთად გიო გავართულოთ. აჰა, 4 იყოს შენი ხათრით. всё. ძალავრე დავატანე. კარგია, ახლა მოდი ხე გავთავოთ. ეს გავთავოთ. ვარე, მაგრად ჭრის, მაგრად ჩადის ხეში. მომწონს. კარგი დაშვება აქვს რა. შვენიერი. კაი, ეს გავთვალეთ ახლა ეს ხეც.
თოკები დავჭერთ. ეხლა მოდი ბუნებაში ვართ და უშუალოდ ხესთან მივიდეთ და შევაჭრათ 1-2 ტოტი, ვნახოთ რა იქნება. აბა ნახოთ რომელიმე საშუალო სისქის ტოტია ეს მაგალითად. გადავჭრათ. ერთი შეაჭრა. კიდე. არაფერი პრობლემა. ოჩა ლუციო. ლუჩო. ძალიან კარგია. ხო რა ვთქვათ, დაგჭირდა კარვის გასაკეთებლად ტოტის მოჭრა რაღაცა, მცირე ზომის ფიქსია, მაგრამ რაღაცა ყველაფერს გააკეთებ უპრობლემოდ რა. კარგია. მოდი აბა, ფურცელი არ გვაქვს ახლა და ფოთოლზე გავტესტოთ ჩვენი ლუჩო. მოკლედ, ესეთი გამოვიდა ჩვენი ტესტი მეგობრებო, ლუჩო ძალიან მომეწონა, სიმართლე გითხრათ არ ველოდი ამდენს და ესე ხარისხიანად თუ გააკეთებ და ძალიან კარგი ჭრის ხარისხი აქვს, ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ პირის დაშვება აქვს თხელი რა. ეს არ არის ბუშკრაფტის დანა, გავიმეორებ. ბუშკრაფტის დანებს აქვს უფრო სქელი ფოლადები და კონვექსი დაშვებები და რა არის ხობა, იცით? კაკრას ჭრის ხარისხში ის დანებით ძალიან კარგად ჭრის. მით უმეტეს მაღალი დონის დანებზეა საუბარი რა, ეხლა ბიუჯეტურებმა შეიძლება ის საქმე ვერ გააკეთონ ისე კარგად როგორც მაღალი ბიუჯეტის დანა გააკეთებს რა თქმა უნდა მაგრამ მოდი ჩვენ შევადაროთ უფრო მაღალი ბიუჯეტის და კარგ დანას რომელსაც აქვს სქელი და კონვექსი დაშვება ძირითადად ჭრის ხარისხში მოიკოჭლებს მაგრამ აკეთებს თავის საქმეს 10-იანზე აკეთებს ბუშკრაფტს შეგიძლია ხის ჩერხვა ბატონინგი და ერთი დანით თავი გაიტანო და თავი გადაერჩინო თქვათ საომარ მდგომარეობაში ან უბრალოდ ტყის პირობებში სადაც რამდენიმე ღამე უნდა გაათიო და ერთი დანით იგივე შეშას დაამუშაო და კარავიც ააგო და ასე შემდეგ. მოკლედ, მაგას მოდი გავეშვათ, ეგეთი ტესტებიც გვექნება მომავალში. ეხლა კი ვისაუბროთ კონკრეტულად ამ მოდელზე. რისიც მეშინოდა მე პირადად ფოლადი 14 CO28-ი არ არის ფხვნილოვანი და არ არის რაღაცა პრემიუმი, მაგრამ ძალიან კარგი და დაბალანსებული ფოლადია და ფიქრობდი ამდენ ჭრას თუ გაუძლებდა ესე კარგად. როგორც ნახეთ, როგორც დავიწყეთ ჭრა, რომ მოვშით, ისევ ემუშაოს ფოლადი და ძალიან გამიხარდა და ძალიან კარგია. თანაც ქარხნუნალესია ეს რომ კიდე ხელით გადაილესოს და ცოტა კონვექსი გაუკეთეს, უფრო მაგრად იმუშავებს. კარგას რაც შეეხება, აქ გვაქვს კაიდექსი თავიდანაც აღნიშნეთ, ესეთი კამარზე საკიდი აქვს, ეს შეგიძლია საერთოდ მოხსნა და ნეკნაიფად გადააკეთო ეს დანა, გულსაკიდად, ჩანთაზე ჩამოკიდო, განტვირთვის ჟილეტზე და ასე შემდეგ. მოკლედ საერთო ჯამში ამ დანას ძალიან დადებითად და კარგად შევაფასებდი, ძალიან მომეწონა. დაგვიწერეთ თქვენი აზრიც, რას ფიქრობთ კონკრეტულად ამ მოდელზე, რომელი დანის გატესტვას ისურვებდით და რა პროდუქტებს დაამატებდით ან მოაკლებდით რა. კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, გვადევნოთ თვალყური და რა ვიცი მსგავსი ტესტების ჩაწერა უკვე რადგან დავიწყეთ და მოიქოგეთ, აღარ გავჩერდებით და აღარ გაგვიჭირდება. დროებით და წარმატებებს გისურვებთ.